trying to do is bring life into this house. Open the door to new people, new ideas. I'm so sorry. Get out of my house! Get out! You give and you give and you give. It's just never enough. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევეცდებით გავიგოთ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს დარენ არანოვსკის ერთ-ერთი ყველაზე ორაზროვანი და კრიტიკის ალცეცხლში გატარებული ფილმი დედა. როგორც წესი ჩვენს მიერ განხილულ ფილმებში ძირითადად დასასრულებია ხოლმე მეტად ბუნდოვანი და თავბრუდამხვევი, თუმცა დღეს საქმე მეტად რთულადაა. დარენ არანოვსკის ეს ნამუშევარი თავიდან ბოლომდე არის ერთი დიდი ალეგორია, რომლის ნაწილებად დაშლა, გაშიფრო და შემდეგ ისევ შეკვრა მოგვიწევს. ამისათვის საჭიროა დაუბრუნდეთ ძველი აღქმის მიერ გადმოცემულ პერიოდში და ბიბლიური გენეზისის მიხედვით მოვუყვეთ თავიდან ყველაფერი. მოკლედ, ფილმის დასაწყისში ვხედავ ჯენიფერ ლოურენსის და ხავიერ ბარდემის პერსონაჟს. ისინი ყველაფრისგან მოწყვეტით, განცალკევებით ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ფილმში არც ერთ პერსონაჟს არ აქვს კონკრეტული სახელი მინიჭებული, ანუ ყველა გმირი მოიხსენიება როგორც კაცი, ქალი, სტუმარი, მეუღლე და ასე შემდეგ. რაც უკვე პირველ ბიძგს გვაძლევს იმისკენ, რომ ნანახი პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ და რაღაც უფრო მეტი. უფრო დიდებული ვეძებოთ. კარგი, განვაგრძოთ. ხმარი აშკარად ბევრად უფროსია ცოლზე, ანუ ხავიერ ბარდემის მსახიობი ჯენიფერ ლოურენსზე. ეს შემთხვევით საერთოდ არ ყოფილა შერჩეული. ხავიერ ბარდემი ფილმში არც მეტი, არც ნაკლები შემოქმედის სიმბოლოა. მას განასახიერებს, ხოლო ჯენიფერ ლოურენსი დედაბუნების ალეგორიაა. რაც შეეხება მათ სახლს, ეს არის სამყარო, რომელშიც შემოქმედი ჯერჯერობით მარტოა. ის კარგად გრძნობს თავს. ხედავთ, რომ ხავიერ ბარდემი თავიდანვე რაღაცის დაწერას ცდილობს, გამუდმებით მუშაობს. კარგი, ამის შემდეგ, როგორც აღვნიშნე, შემოქმედი კარგად გრძნობს თავს სამყაროში, თუმცა მას რაღაც ახალი გამოწვევები, ურთიერთობები და მეტი განსხვავებული შეხედულებები აკლია. ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟი არ ფიქრობს იმაზე, რომ სამყაროს სხვა ქმნილებები სჭირდება. ამის შემდეგ ხედავთ, რომ ისინი ძალიან დიდი სიყვარულით და მზრუნველობით ექცევიან თავიანთ სახლს, ანუ დედამიწას. ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს იმ მომენტამდე, სანამ მათ სახლში დაუპატიჟებელი სტუმარი, უცხო კაცი არ მოვა. დედაბუნება ანუ ლოურენსის პერსონაჟი თავიდანვე ეჭის თვალით უყურებს სტუმარს, დიდად არ ახარებს მისი მოსვლა, ხოლო შემოქმედი მას თამამად შემოიპატიჟებს, გამოგკითხავს მის ამბებს და საკმაოდ კარგადაც გაუგებს სტუმარს. იქიდან გამომდინარე, რომ მასაც მწერლობისკენ მიდრეკილებას აღმოუჩენს. დედაბუნება შეწუხებულია ახალი სტუმრის გამოჩენით, რადგან კაცი აშკარად მათ ოჯახურ იდილიას არ ღვევს. ამ დროს ვხედავთ, რომ ხავიერ ბარდემს ანუ შემოქმედს აქვს თავისი სამუშაო კაბინეტი, რომელიც უშუალოდ 64-ის ალეგორიად შეგვიძლია აღვიქვათ. კაცი ოთახში ინახავს განსაკუთრებული რელიკვიას, მბზინვარე ქვას, რომელზე ხელის შეხებასაც ყველას უკრძალავს. სტუმარსაც აჩვენებს ამ ქვას, რადგან ის აღფრთოვანდება. მოკლედ რომ ვთქვათ, კაცი მათთან დარჩება ღამის გასათენებლად. ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ, რომ კაცს, სტუმარს ნეკნთან აქვს ჭრილობა, რადგან შემოქმედი მოულოდნელად ხელს ადებს, ანუ ჯენიფერის პერსონაჟს უმალავს. მეორე დღეს კი დილას კაცთან მოდის მისი მეუღლე. დიახ, ეს ცოლ-ქმარი სწორედაც რომ ადამის და ევას ალუზიაა. ღმერთმა მიიღო ადამი და მისი ნეკნისგან შექმნა ევა, მისი ცოლი. კარგი, განვაგრძოთ. დედაბუნება კვლავ შეწუხებულია, მას არ ახარებს ახალი ადამიანების გამოჩენა და პირადულ ურთიერთობებში სხვისი ჩარევა. ამის შემდეგ ხედავთ სტუმარი ცოლ-ქმრის აგდებულ დამოკიდებულებას და ზედმეტ თავისუფლებას სტუმრების სახლში. დედაბუნებას მათში თავიდანვე ეჭვი ეპარება და ცდილობს რაც შეიძლება მალე გაისტუმროს ისინი სახლიდან, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება. ხავიერ ბარდემი ანუ შემოქმედი ყველაფრის უფლებას აძლევს ცოლ-ქმარს გარდა ერთისა, არ შეეხონ მის კაბინეტში არსებულ ქვას. ამის შემდეგ ხედავთ, რომ სტუმრები დაუკითხავად შედიან შემოქმედის პირად კაბინეტში ანუ 64-ში. ცოლი მათწუნებელ ხელს კიდებს მბზინავ ქვას და მოულოდნელად ძირს აგდებს, რის შემდეგაც ქვა ტყდება. ეს პირდაპირი კავშირია ევას მიერ ადამის ცდუნებასთან, რომელმაც ღმერთის გაფრთხილების მიუხედავად მაინც შეჭამა აკრძალული ხილის ნაყოფი. ამ შემთხვევაში კი ხელი მოკიდა და გატეხა ისეთი რამ, რასაც შემოქმედმა მკაცრად გააფრთხილა, რომ არ შეხებოდა. განრისხებული ღმერთი მათ საშინლად სჯის, უყვირის, რის შემდეგაც კაბინეტიდან გაყრის. კაბინეტს კი ლურსმნებით მკაცრად აჭედავს. ეს შეგვიძლია დავაკავშიროთ შემოქმედის მიერ ადამის და ევას 64-დან გაგდებასთან, რომლის დროსაც მან ადამიანების სიკვდილის უნარი დააჯილდოვა და 64-ის კარი სამუდამოდ ჩაუგედა. კარგი, ამის შემდეგ ხედავთ, რომ სტუმრებს მოკითხავს ორი შვილი. ისინი გაურკვეველ საკითხებზე დაობენ, კამათობენ. აშკარად თავიდანვე ჩანს მათ შორის მტრული დამოკიდებულება და შუღლი. დიახ, ესენი ადამიანის და ევას შვილები, კაენი და აბელი არიან. ღმერთის ჩარევის და გაფრთხილების მიუხედავად ისინი თავნებურად იქცევიან, კვლავ არ წყვეტენ ჩხუბს და აგრესიულ დამოკიდებულებას.
აფექტის მდგომარეობაში მისული კაენი იღებს ბლაგვს საგანს და ძმას თავში ისე ძლიერად ურტყავს, რომ აბელი მიწაზე ეცემა, რის შემდეგაც გარდაიცვლება. ის სისხლი კი, რომელიც დაბლა იღვრება, აღარ შორდება. პირიქით, უფრო და უფრო ღრმავდება. ეს პირველი მკვლელობის პირველი ნათესაური სისხლის დაღვრვის სიმბოლოა. კაენმა მოკლა აბელი და ამით კაცობრიობას უდიდესი ცოდვა დააკისრა, რომელიც არასდროს მოცულდება მათ. როგორც სისხლის ლაქა არ შორდება ამ სახლს და სახლი, როგორც გახსოვს, დედამიწის სიმბოლოა. ამის შემდეგ იმართება პანაშვიდი დაღუპული ბიჭისთვის. აქვე ვხედავთ, რომ სახლში ადამიანების რაოდენობა იზრდება. ისინი ყველას და ყველაფერს დაუკითხავად ეხებიან და არ ემორჩილებიან არანაირ წესებსა და კანონებს. იქცევიან ბრაკონიერებივით. ეს სწორედაც რომ ხალხის რეალური ბუნების წარმოჩენის დასაწყისია. ამ ყველაფერზე შემოქმედი თვალს უწევს და მათ მიმართ კვლავ პატივისცემით არის განწყობილი. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი წყლის მილს აზიანებს, მილიდან კი სახლში წყლის დიდი ტბა დგება. ამ მოვლენის შემდეგ სახლი სრულიად სარიელდება. ეს რა თქმა უნდა ნოესთან დაკავშირებულ წყალდიდობად შეგვიძლია აღვიქვათ, როდესაც ღმერთმა მათ განწმენდის გზით წყალდიდობა მოუვლინა. ამით დედამიწა სრულიად დაცარიელდა, ისე როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სახლი. ამის შემდეგ მეორე დილას ცოლი იღვიძებს და წინა ღამის შემდეგ ხდება, რომ ორსულადაა. როგორც დასაწყისში გითხარით, შემოქმედი თავიდანვე რაღაცის წერას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის. ამ მომენტში კი იგი ხვდება, რომ მუზეი წვია და გამალებით წერას იწყებს. ეს კი დიდი ალბათობით ახალი აღქმის მეტაფორაა. ამ დროს შემოქმედის თავში მოვიდა ახალი ეპოქის დაწყების იდეა, რომელიც რა თქმა უნდა ისევ ადამიანებთან იქნებოდა დაკავშირებული. ხალხი არსაიდან იგებს ამ წიგნის წერის ამბავს და კვლავ იწყებენ სახლისკენ სვლას. დედაბუნება რა თქმა უნდა ისევ შეწუხებულია. ღმერთის შემოქმედების ანახავად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს მოსვლას. ისინი შემოქმედის წინაშე ქედს იხრიან, ხოლო სახლში ანუ დედამიწაზე ბრაკონიერებივით იქცევიან. არ ემორჩილებიან დედაბუნების მიერ დადგინულ წესებსა და კანონებს. ყველაფერს მუსრსავლებენ. ხალხის რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოქმედი ამ ყველაფერზე თვალს ხუწავს და ხალხს მისი სახლის სათავისად გამოყენების ნებას რთავს. ეს პირდაპირი კავშირია იმასთან, თუ როგორ უყვარს ღმერთს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ირგვლივ ყველაფერს ლეწავენ, ანგრევენ და უკითხავად იღებენ სხვის ნივთებს. აქედან კადრში უკვე იწყება სროლები, ჩხუბები, უთანხმოება, შიმშილი. ეს ყველაფერი კი ისევ რეალურ სამყაროში დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას გამოხატავს. დაუმთავრებელი ომები, ადამიანის შიმშილი, ყველაფრის მითვისება. ადამიანი ოდითგანვე დედამიწას ისე იყენებდა, როგორც თავად აწყობდა. ზუსტად ამ სიტუაციას ხვდებით შემოქმედის სახლშიც. შემდეგ კადრებში უკვე ხედავთ, რომ ჯენიფერ ლოურენსს მშობიარობა ეწყება, ანუ მან ახალი სიცოცხლე უნდა მოავლინოს დედამიწაზე. ის ხალხისგან განცალკევდება და ცალკე ოთახში შობს შვილს. და ეს არის იესო ქრისტეს დაბადების ალეგორია. მის დაბადებას გარეთ მყოფი ხალხი უსულმოუთმელად ელოდება, როგორც ბიბლიაშია ახსნილი. მას უგზავნიან სხვადასხვა საჩუქრებს, თუმცა დედაბუნება ხვდება, რომ შვილი ადამიანებს არ უნდა გადასცეს და მათ არ უნდა აჩვენოს. ამიტომაც შემოქმედს არ აძლევს მის ხელში აყვანის უფლებას, თუმცა ღმერთი მაინც მოუვლენს ქრისტეს ადამიანებს და აქედან იწყება ახალი აღქმა. ადამიანები თითქოს თავიდან ხარობენ, ელოდებიან მაცხოვრის დაბადებას. მისი გამოჩენისას ენი დაუწერელ სიხარულს განიცდიან, როგორც ეს ბიბლიაში აღწერილი, ხოლო შემდეგ ბავშვს ხელში აიტაცებენ. დედაბუნება ცდილობს მის დაცვას სასტიკი და დაუნდობელი ადამიანებისგან. ცდილობს მათგან შორს ამყოფოს საკუთარი შვილი, თუმცა ამაოდ ხალხი ბავშვს კლავს. ისევე როგორც დედამიწაზე მოვლენილი ქრისტე მოკლა კაცობრიობამ, ხოლო ბავშვის მოკლის შემდეგ მის ხორცს ჭამენ, რაც იესოს სიტყვების, რომელიც ამბობს ხორცი ჩემი არის პური, ხოლო სისხლი ღვინო, რეალურად ასრულებენ, ანუ ბავშვის ხორცს ჭამენ. საბოლოოდ დედაბუნება შემოქმედს ადანაშაულებს ამ ყველაფერში, განცალკევდება, სახლს ცეცხლს უკიდებს და ყველაფერს მიწასთან ასწორებს, მთელი ადამიანების მოდგმას ანადგურებს. სახლში ცოცხალი კი მხოლოდ ხავიერ ბარდემი, ანუ შემოქმედი გადარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მუდმივად იარსებებს. მომაკვდავ დედაბუნებას გულს ამოაცლის და კაცობრიობას კიდევ ერთ შანსს აძლევს. ახლიდან ქმნის სამყაროს, ახლიდან ქმნის ედემის ბაღსა და სამოთხეს, ხოლო ფილმის ბოლო კადრი ყველაზე საინტერესოა. ბოლოს ხედავთ, რომ საწოლში ზუსტად ისე იღვიძებს ქალი, როგორც ფილმის დასაწყისში ჯენიფერ ლოურენსმა გაიღვიძა. ეს დედაბუნების ახლიდან შექმნაა, ყველაფრის ახლიდან დაწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ფილმში ვნახეთ, სრული და უწყვეტი ციკლის ერთი ნაწილი იყო. ეს ყველაფერი მუდმივად ხდებოდა და ადამიანების განადგურების შემდეგაც გაგრძელდება. შემოქმედი ყველაფრის მიუხედავად მიმტევებელია. ის ყოველთვის აძლევს ახალ შანსს ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ისე ასრულებენ ყველაფერს, როგორც ფილმში ვნახეთ. გარდა ამისა, ფილმში არის ერთი რამ, რისი ახსნაც თავად დარენ არანოვსკის გარდა არავის მოეპოვება. ეს არის ყვითელი ელექსირი, რომელსაც ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟი დაორსულებამდე სვავდა. მოკლედ, სულ ეს იყო დღეისთვის მეგობრებო, იმედია მოგეწონა დღევანდელი ვიდეო, ხოლო ფილმი თავად უდიდესი კრიტიკის წრეში მოექცა, რადგან მისი ატმოსფერო ზედმეტად ბნელი და გაურკვეველია, თუმცა თავად რეჟისორის სიტყვებით, ჩვენ სიბნელეში ვავლენთ ჩვენ ყველაზე ნათელ მხარეებს. დროებით.